ლელოს კი მიღებული როლი ბულინგის ფასად უჯდება. ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიას არჩევნებში მონაწილეობის დავალება ერგო და ამისთვის ფინანსებსაც დაჰპირდნენ. პარტიაში კომენტარს შეგვპირდნენ, თუმცა პირობა არ შეასრულეს. არის თუ არა ფული, რეიტინგის და რეპუტაციის არ მქონე პოლიტიკოსებისთვის გამოსავალი. მაკუნა აბულაძის სიუჟეტი ვნახოთ. გზავნილი თბილისში რადიკალებმა წინა საარჩევნოდ პატრონებისგან ინსტრუქციები მიიღეს. ქრონიკის ინფორმაციით მორიგ პოლიტიკურ სერიალში ოპოზიციის როლები სხვადასხვანაირად გადანაწილდა. ლელოს გარედან 15 მილიონი დოლარი და არჩევნებში მონაწილეობა ერგო. თუმცა ჩვენივე ინფორმაციით მამუკა ხაზარაძის პარტიას მინიმალური შედეგისთვის 50 მილიონი სჭირდება. ლელოში ამ თემაზე საუბარი არ სურთ. გრიგოლ გეგელია ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა შემდეგ ჩვენ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. რეპუტაცია გაცვეთილი პოლიტიკოსების პოლიტიკური მომავალი რომ დიდი ხანია პატრონებზეა დამოკიდებული, ეს ახალი ამბავი არავისთვის არის. რადიკალების არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაც პრემიერ-მინისტრისთვის ავტომატურად მათ მორიგ ფიასკოს ნიშნავს. რადიკალური ოპოზიცია არის რადიკალურად დასუსტებული და სწორედ ეს არის განხეთქილების მიზეზი პოლიტიკურ პარტიებს შორის თვითონ არ იციან რა ქნა. ვერც აქციებს აწყობენ. ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ საბოლოოდ გაიწმინდოს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. საბოლოო ჯამში თუ არ ჩამოშორდა ეს ხალხი, აბსოლუტურად რეპუტაცია გაცვეთილი ხალხი ქართულ პოლიტიკას, ჩვენთან სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება. 4 პარტია, 40 NGO, deep state, უცხოური ბიუროკრატია, ჩინოვნიკები ყველა ერთად დაირაზმა და 2000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს. რუსთაველის გამზირზე ნულით ანახსნება. ამიტომ გინდა ციხეში იყვნენ, გინდა ციხის გარეთ, არც ერთი ფორმით ამ ადამიანებს არ აქვთ არავითარი წარმატების შანსი. ამიტომ ნურავინ გადააბრალებს პატიმრობას იმ სრულ პოლიტიკურ ფიასკოს, რომლის წინაშეც ისინი დადგნენ. ნაციონალურ მოძრაობასა და მათი დანაყოფის ნაწილს უცხოეთში დაწერილ სცენარში ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის როლი შეხვდათ. მათი ბედით საქართველოდან შორს გადაწყდა. დავალება პარტიების ლიდერებმა ჩაიბარეს, ოპოზიციის რიგებში კი კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან. პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია და ხელისუფლების ლეგიტიმაციის ცდელობა ნამდვილად იქნება უდიდესი დანაშაული. პირველი კანონმდებელი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ კომაში მყოფ რადიკალებს არც 1 მილიონი არ უშველით. შალვა პაპუაშვილის თქმით, ასეთია აგენტის ბედი. პრაქტიკა მაჩვენა, რომ ევროპული ღირებულებებისგან დაცლილმა ბიუროკრატებმა ფსონი არასწორ ხალხზე დადეს. მათ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანეს მაშინ, როდესაც ხელი მოაწერეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესის გატარებას. მაშინ დაღუპეს თავი როგორც ქართველებმა, მაშინ დაღუპეს თავი როგორც პოლიტიკოსებმა, როდესაც დადგნენ ამ გზაზე, ესე რომ არც 15 მილიონი უჩვენის და არც 115 მილიონი, როდესაც გვაქვს საქმე ანტიქართულ მოძრაობასთან. როგორ შეიძლება საქართველოში გაიმარჯვოს ანტიქართულმა ჯგუფებმა? ეს ხო გამორიცხულია. როცა არიან მარიონეტები უცხო ძალების, საბოლოო ჯამში მათ არავინ არაფერს არ შეეკითხება და როგორც რასაც დაავალებენ, ზუსტად ისე მოიქცევიან, მისცემენ მილიონებს დახარჯავენ, მისცემენ თეთრებს და ამ თეთრებაცაც კი მზად იქნებიან, რომ შეასრულონ დავალებები. სანამ რადიკალები როლებს ინაწილებენ, პატრონების დავალებებს ასრულებენ და თან ერთმანეთს აბულინგებენ, მმართველი პოლიტიკური ძალა მორიგ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება.